ეს ნებისმიერი საჩუქარი გამოიყურებოდეს ძალიან ემოციურად, რასაც ვახერხებ ჩვენი სასაჩუქრე კუთებით, ჩვენი მისავალში ბარათებით, სადაც შეუძლიათ მომხმარებელს ადამიანებს გადაიტანონ თავიანთი ემოციები სიტყვიერად და რა თქმა უნდა მოქმედებაში ანუ ამ საჩუქრების ფორმით. ჩვენ ძირითადად მომხმარებლები ძალიან დიდი პროცენტი ეს არის დაახლოებით 20. და ვინ არიან უფრო თქვენი მომხმარებლები? აი რა საქმეა გათვლილი თუ ყველა ერთნაირად აი პროცენტულად თუ დაგითვლიათ ეს მაჩვენებლები რომ უფრო ახალგაზრდები ინტერესდებიან თუ ანუ იცით როგორ არის ჩვენთან საქართველოში ანუ ძალიან სულ ტენდენცია ზოგადად ანუ ჩვენ ძალიან დიდი მისია დაგვეკისრა იმიტომ რომ საქართველოში ადამიანები ერთმანეთს რაღაცებს არ შუქნიან ზოგადად ანუ ჩუქნით მარტო დაბადების დღეებზე, ახალ წლებზე და დღესასწაულებზე მარტივად რო ვთქვა. აქედან გამომდინარე ჩვენ დაგვიკისრა მისია რომ ადამიანებს ვასწავლოთ ჩუქების კულტურა. ანუ ყოველდღიური ჩემს შულს ყოველ დღე აბსოლუტურად, როდესაც აქ ყვავილებზე ძალიან ბევრი შეკვეთა გვაქვს და ყოველთვის ბევრი ყვავილები გვაქვს. აუცილებლად ყოველ დღე უკეთებდი რაღაც სხვადასხვანაირ ფორმის ყუთებში ამ ყვავილებს და ვშუქნიდი, იმიტომ რომ ანუ და მე მის ემოციებს ვიდეოთი ვიმახსოვ აღწერდი ასე ვთქვა, აღვეჭდავდი. აქედან გამომდინარე, ჩვენ გვინდა რომ ადამიანებმა ერთმანეთს აჩუქონ ძალიან ხშირად, გაუცვალონ, გაუზიარონ დადებითი ემოციები და ჩვენ მომხმარებელი იდეაში არის ყველა ასაკის და ნებისმიერი სქესის წარმომადგენელი. უბრალოდ ანუ თუ დააკვირდებით სიყვარულის დღეს ძირითადად ბიჭები ჩუქნიან გოგოებს და ვალდებულებად და მე ამაზე წუხან რომ ძალიან ბევრი ფული დახარჯეს. როგორც მამის დღეს არავინ არ ჩუქნის. მამის დღესაც არაფერს არ ჩუქნის მამებს. აქედან ანუ ჩვენთან ნებისმიერ ქართულ საიტზე და არა მარტო ქართულ საიტზე რომელიც რაღაც e-commerce უკავშირდება, თქვათ არის online shop-ი, ფასდაკლების საიტი თუ ასე შემდეგ, ანუ 80-70% იუზერების მომხმარებლებს არის ქალები და ეს არის ნორმალური. ჩვენ შემთხვევაში ჩვენ მივახციეთ ძალიან მაგარ შედეგს, იმიტომ რომ იქიდან გამომდინარე რომ ჩვენთან კაცები უფრო ხშირად ჩუქნიან საჩუქრებს ვიდრე ქალები, ჩვენთან არის 56% მომხმარებლის მამაკაცები, დანარჩენი არიან ქალები. ძალიან ბევრი მომხმარებელი ყავს დაახლოებით 23% უცხოეთიდან, რომლებშიც გამოგვიწვიეთ ნდობა და ძალიან მარტივად შეუძლიათ რომ დარეკონდა შეგვიკვეთონ ან მოგწერონ ონლაინ ჩატში და შეგვიკვეთონ ტორტი, ბუშტები, სერენადა და ასე შემდეგ და ზუსტად იციან მათ რომ ჩვენ ამას შევასრულებთ ძალიან მაგრად. ანუ არ არის საოცრები რომ მომხმარებელს შეხვდე იმისთვის. არა, რა თქმა უნდა, მომხმარებელს ჩვენ თითქმის გარდა იმ შემთხვევებისა თუ რაღაც ერთად სურპრიზს არ უწყობთ, მომხმარებელს ჩვენ არ ხვდებით. გვაქვს ძალიან მაგარი სერვისი, რომ შეუძლია და ძალიან ხშირად იყენებენ ამას ახალგაზრდა ბიჭები განსაკუთრებით, რომ უგზავნიან თავიანთ რჩეულებს, ასე ვთქვათ, სხვადასხვა საჩუქრებს და ზოგი რჩება ინკოგნიტოდ და ჩვენ ძალიან გვიხარია ეს, როდესაც ან ჩვენი წყალობით ვიღაცებს ასე ვთქვათ, ულამაზებთ ცხოვრებას და ადამიანები, რომლებიც ანუ გვენდობიან ჩვენ მაქსიმალურად იციან, რომ ჩვენ ვიქნებით კონფიდენციალურები მათთან ურთიერთობაში და ყველაფერს შევასრულებთ ზედმიწევნით.